გათვალისწინებაა. ჯანსაღ დესერტში ყველაზე რთული ტექსტურაა. ხშირად კარგი ინგრედიენტები აქვთ, მაგრამ ჭამა აღარ გინდება. აქ მთავარი იყო ბრაუნი დარჩენილიყო ბრაუნად. ვიწყებთ სველი ინგრედიენტებით. შემდეგ მუხუდო. მარტო გემოზე არ მუშაობს, ტექსტურაზეც. კარგად მოხარშული მუხუდო ბრაუნის სიმკვრივეს ინარჩუნებს ისე, რომ მძიმე არ ხდება. ბოლოს მშრალი ინგრედიენტები. კაკაო, ცოტა მარილი და ხსნადი ყავა. ყავა აქ ცალკე გემოდ არ იგრძნობა. შოკოლადი აქ აუცილებელია. თუ მხოლოდ კაკაოს გამოიყენებ, შედეგი ბევრად უფრო მშრალი გამოვა. ცოტა კარაქით სწორედ ამიტომ ემატება. აქ ყველაზე ხშირად ერთ შეცდომას უშვებენ. მასას ზედმეტად ათხელებენ. მასა ფორმაში გადავიტანოთ. ზედაპირის იდეალურად გასწორება არც არის საჭირო. ბრაუნის ხასიათს ცოტა არეულობაც უხდება. ვაწყობთ 180 გრადუსზე. აქ დრო ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ინგრედიენტები. თუ მთლიანად გამოაშრობ, ტექსტურა გაქრება. გამოცხობის შემდეგ ცოტა დრო აუცილებლად სჭირდება. გაგრილებისას ბრაუნი უფრო სტაბილური ხდება. არის ძალიან ნუყიერი, ყვითრი შოკოლადის გემო აქვს და კარგი ალტერნატივაა მათთვის, ვისაც სურს დაბალკალორიული, ცილებით მდიდარი დესერტი.